მოიწვიარ. მოგესალმებით, პატრიცემულო საზოგადოება, ხო? არსებული ობიექტი გვახსოვს, ხო? აი ესე. მომეწონა სხვადასხვა თვითსწორებადი, ხო? ეს ხელსაწყო ყოველთვის ხელთმა იყოს. დღევანდელი ჩვენი პროცესები არის რეკუპირატორის მონტაჟი. რატო არ ეხა ეს? არა ეს ბრენდები. ხო? მაინტერესებს, მაგრამ მომეცე აი ერთი ხელი მიდიქნა დაიჭირდა, რომელიც ჯდება ეგრეთ წოდებულ მაგნიტურ ხო, ერთი, ხო, შეიძლება ერთხელის манипуляციით სხვადასხვა რომ მოვინდომოთ, ასე, ხო? რა თქმა უნდა, ცოტა ხელები უნდა მიმორჩილებოდეს. და აი ეს არის ყველაზე აი მოგონება, ხო? ყოველგვარი დაერთებები არის ეგრეთ წოდებული უკვე, აი, ხო, კლავიში, აი ესე, ხო, კლიპსები. კლიპსები, რომელიც უკვე არსებულ მოდელებში არის გათვალისწინებული. ვაცმევთ შიგნით. და ოპ მაგნიტებზე ჩაჯდა, ხო? ერთი ხელით. შვენიერი. რომელიც განახორციელებს ჯანსაღ გარემოს თქვენ საცხოვრებელში. მეგონი ამაზე კაი არაფერი არ უნდა იყოს, ხო? უნდა ვიზრუნოთ ჯანსაღ გარემოზე საცხოვრებელში. მithumetes როცა გვასვას, ხო? ესეთი ხედებიდან უნდა სუფთა ჰაერი შემოვიდეს. გარეთ მხარეზე ცხაური მომტაჟდება, ცხაურის ეგრეთ წოდებული მიკრობადე, ხო? რომ კოღოები არ გამოვკვებოთ ღამღამობით. და იქნება უძე, ხო, ეს ანუ დაერთებული არის, ერთადერთი 220 კვება უნდა მივიყვანოთ, ხო? არსებულ აგრეგატთან კიდევ ერთი ვიზახებ, რომელსაც ფერასაც ქვია, რეკუპირაცია, ვენტილაცია. მიმართულება ამისი ესაა. გაცვლა. ხო, მithumetes როცა არის სივრცე დაკეტილი. თუმცა კიდევ ერთი ვიზახე, რომ შეიძლება ვენტილაცია, საერთო სამვენტილაციო სისტემის მოწყობა ისე, რომ ყველაფერი დაკავშირებული იყოს ვინაიდან კარებებიდან ქვემოდან მაინც გვაქვს ორ პრინციპში ეგრეთ წოდებული უკვე ხო ტექნიკური ეგრეთ წოდებული ხო კი ბატონო ზაზური ამ შესაბამისობაში მთავარი გამწვავე სააბაზანოში მაინც გვაქვს დამონტაჟებული და შესაბამისად შეგვიძლია ყველა სივრცე წარმოიდგინეთ მაგრამ ამ შემთხვევაში რეკუპირატორების ნაცვლად შემოტანა აუცილებელი გვაქვს ხო გითხარით კიდევ და კიდევ გავიმეორებ თუ არ შემოდის ვერაფერი ვერ გავა ამ შემთხვევაში არის ზუსტად ეს ყმაწვილი პრინციპში ჯანსაღად ხო, როცა არის მithumetes გარემონტებულში, რაც შემოავზე რეკუპირაცია. ამას განაპირობებს ზუსტად ესაა პროცესი გაცვლის, ხო? შემოიტანა მასა, გაიტანა mithumetes მას აქვს სენსორი, სამი განზომილებით, ტემპერატურა, CO, CO2 უბრალოდ, ეს არის ნახშირორჟანგი, კი ბატონო, და ტემპერატურა, ნახშირორჟანგი და ტენიანობა. სამი განზომილები ესეთი სახით არის ეს უკვე კომპლექტაციაში, ხო, დაგრძელებაც მოსულა, თქვენ წარმოიდგინეთ 60 სანტიმეტრამდე შეგვიძლიათ აი დამატებითია, ასე გწოდებული უკვე ტელესკოპიური, რომელიც შეგვიძლია დავაგრძელოთ. ანუ 60 სანტიმეტრიან კედელში შეგვიძლია მოვათავსოთ. ხო, მშვენიერი კიდევ ერთი ვიზახი, ხო? ყოველგვარი უხეში ჩარევების გარეშე, ხო? და სულთან გარე მოგვაქვს საცხოვრებელ ფარჩში. მეგონი დამეთანხმებით, რომ სააუცილებელია mithumetes, როცა კარებები, mithumetes არა ყოველთვის კარებები მომენტ შემთხვევაში დაკეტილი გვაქვს, მაგრამ ჩვენს გარეშე უნდა ხდებოდეს ზუსტად ეს პროცესი, რაც ქვია გაცვლა, რეკუპირაცია. ასეთივე ხმაწვილი მეორე ზუსტად აი ეს ნაჩვენები. აი აქ მეორე საძინებელში დამონტაჟდება. ამას ახლა გამახორციელებთ, ხო? ამ შესაბამისობაში უკვე ეგრეთ წოდებული სამანეურო სამუშაოები პირველი პროცესი, ხო, მოჩენილია, დამუშავებული კედელი არის და უკვე ქაღალდის საქმის პროცესში ვართ. ამიტომ ჩამოყვანილი გვაქვს 220 უკვე წინასა არის მოყვანილი, ზუსტად მოიზომება, ზუსტად გაიჭრება და ფაქიზად ლამაზად დამონტაჟდება. აი როგორც დახვდება ხოლმე, ხო? სუფთა, ისე სუფთაც ვტოვებთ ჩვენ. სისუფთავე უპირველეს ყოვლისა. სისუფთავე კიდევ ერთი ვიზახი უპირველეს ყოვლისა. ამიტომ ხელთ უნდა ქონდეს ყოველთვის ეს საწოლოსაც ქვია. რუსულად სასალკა, ქართულად თორსასრუტე. ვიხილავთ ახლა მეორესაც, ხო და დავხურათ ვიდეოს როგორც სიტყვია. ეს ის დღევანდელი დღის მარლეზონის ბალეტის დასასრული რეკუპირატორი მეორე სივრცეში, მეორე საძინებელში, გამიჯნური სივრცე. გარეთ სხვადასხვა ეს პრობლემას არ წარმოადგენს, ვინაიდან ნებისმიერ ფერში შეიძლება დეკორატიულად შეიღებოს, ხო? არ არის მაგის პრობლემა საერთოდ. ვინაიდან დღევანდელ რეალობაში სპექტრი ფერების საღებავების, ბალონის საღებავების არის უხვად. აი, ხო, ამ მშვენიერი ეგრეთ წოდებული რეკუპირაციის თვითონ კასეტა არის, აი შეთავს, ხო, რომელიც ახორციელებს ეგრეთ წოდებული პატარა ტრუქებია, დიდი რაფრის სასწაული სხვადასხვა არ ხდება, ხო, მაგრამ აი, ხო, რასაც ვიზახე. ნახე, ხო, ერთი ხელით, ხო, შევეცდები ახლა.
ერთი ხელით. ამ შესაბამისობაში ვახურებთ. ეს არის ეგრეთ წოდებული ხუფი, რომ მოხდეს შემოსული სანარეკლი და აი ეს კიდე გიჩვენებთ, ხო, ნახეთ, ხო? კონტაქტები სადა არაფერს დაერთება არ ჭირდება, ბლოკი თვითონ აწყობილია და ცოტა პრინციპი უნდა კონდეს, ხო? უხეში ძალების გამოყენების გარეშე პატივცემულება. ესეთი სახით ჩავსვით შიგნით, ცოტა მომახვედროთ და ადგილზე ლამაზად გოხდა დაუბრუნდა. ეს სანარეკლი, ხო, ეგრეთ წოდებული დუგა ამას ქვია, ვინაიდან შემოსული ჰაერი უნდა ხო კედლისკენ მივიდეს ჭერთანაც და აქედანაც ხო ეს არის ეგრეთ წოდებული აეროდინამიკა. პირდაპირ შემოსვლა უნდა ხორციელდებოდეს, უნდა ხორციელდებოდეს ჭერზე მისვლა, ამიტომ მას სჭირდება აუცილებლად ჭერიდან დაშორება და არა ჩვენ ჭკუაზე. საერთოდ ყოველთვის კარგი არის ხო ჭერიდან, სუფთა ჭერიდან იგულისხმება მასობაში რომ ცივი ზონა არ ამოჩნდეს შეიძლება იქ მე როგე კონდენსირებაც განახორციელოს, ამიტომ ჭერიდან 35 ხო სანტიმეტრი, 35 სანტიმეტრი ეს არის უკვე ნორმა. 35-40 სანტიმეტრი. შვენიერი ხო? რეკუპერაცია არსებულ სივრცეში გვექნება საძინებელში, ხო? კიდევ ჯერ ვიზახი. ხო? კიდე სასაგა დაუზახეთ, კიდე ჭერსასოთი. ის უნდა გქონდეთ. ხო? სხვათა შორის გვახსოვს, ხო? ეს ობიექტი, ამასობაში ხო? დაიხსენებთ, ხო? აქ დამონტაჟდება უნიტაზის ინსტალაცია, სხვათა შორის ისეთი მმართველობით, რომ მას სჭირდება 229 წელს თვითონ იმზადებს. ყველაფერი ჩასაშენებელი, დეკორატიულად შვენიერი, ხო? ეს მოპირკეთდება მოზაიკით. ტრაპი უკვე ჩამჯდარია ერთფერში, ჩასაშენებელი ეგრეთ წოდებული უკვე საშხაპე, ტროპიკული გვექნება ზემოთ და შვენიერი ხო დიზაინი, ყველას თავის გემოვნება გვაქვს. ამ კედლის მიღმავი ზუსტად აწყობილი გვახსოვს, ხო, იქით ამ ხარის, ხო? ერთი შემრევი, მეორე შემრევი, ხო, კედლის, ორივე კედლის. ხო, აქაც ცალკე იქნება, ცალკე ზონა ის არის ვენტილაციო. ხო, ამ შესაბამისობაში. ყველაფერი უნდა იყოს შესაბამისობაში. ხო, სხვანაირად არაფერი არ ხორციელდება. ეს არაფერი არ იქნება. ხო, ისე როგორც წარმოიდგინეთ, ხო, სადაც 9 წელი გავიდა უკვე. როცა გვასოს, ხო, აქ იატაკის გათვალა გვაქვს ზონალური მართვით. თერმოსტატებით იქნება. ხო? თერმოსტატების წერტილები უკვე გამოყვანილი, ერთი ზონა, ორი ზონა საშხაპეში, ხო, სვერწერტილში ტემპერატურის კონტროლი არ გჭირდება, ვინაიდან იქ შემაწუხებელი ვერასოდეს ვერ იქნება და საერთო შემოსასვლელი ჰოლე. აქ იქნება ცივი ზონიდან, ხო, მოშორებული. ხო, იმიტომ რომ ზიანი მხარეა, აი აქ მხარეს გვექნება უკვე თერმოსტატი, ეს იქნება ერთი ზონა და არის უფრო სწორად, ხო, კუხნის ზონა. აი ეს აგვაქვს პატივცემული, მოხსოვს, ხო, ჭურჭელსარიცხი იქნება, ხო, ჩვეულებრივი რა ქვია, ჭურჭელსარიცხი, სტაციონარი ჭურჭელსარიცხი. ამას ვუძახით ჩვენ ასე, ხო? წყლის დამარბილებელიც გვექნება, აქ ამასაც ვიხილავთ, აქ იქნება სარიცხი მანქანა გამოყვანილი აუგე წერტილები და რას ვიძახთი? რომ დავაბოლოოთ, ხო, სისტემას ყოველთვის ვტოვებთ ჩვენ პრესის ქვეშ, ვინაიდან ყველაფერი ხორციელდება ახლა მუშა პროცესში არის. ამასობაში დამკვეთებიც კი ბატონო გასაგებია, მაგრამ ჩვენ სხვაებს არ ვაშავებთ. ამიტომ ყოველთვის ასე ვტოვებთ. მე რა ხდება? ეგ პატივცემულება ზასტიკი აღარაო. კი აგერ აი ესე, ხო, ზუსტად, ხო? 8 ბარი არის ჩვენაზე გაშტიკინებული. ხო? აი ესე სახით ვტოვებთ ჩვენ, არის დაპრესელი ყოველთვის სისტემა და ეს ბოლოს რო შემოდივართ, ხსნით უკვე ჩვენ. განახორციელებთ ზუსტად. ფუაბეს აქაც გვექნება კომბინირებული ცხელი წყლის რეზერვაციით, დამარბილებელი აქ გვექნება ეს კოლონა, ხო? ვინაიდან აქ სუთავიდან კორექტირებას განახორციელებთ, ვინაიდან აქ არსებული ბლოკი ხო წარმოიდგინეთ კონდიციონერების სპლიტ სისტემის, აი ის უკვე ფაქტიურად შეჭამა მთელ სივრცეს. ამიტომ მოვაშორეთ აქედან, აქ ლამაზად თავისუფლად ხა ქვაბი, რეზერვაცია, კოლონა დამარბილებელი, აქვა დარაჯი, მართვა, ხო, მართვაც გვექნება. წარმოიდგინეთ, ხო, ექტო კონტროლით მართვა. ვინაიდან გვაქვს ამის საშუალება და რატომაც არა, ლოგიკური მართვა. ვინაიდან ზონალური გვაქვს 3 ზონა კონტროლის, 2 საძინებელი და 1 საერთო სივრცე, ხო? ზალა, ჰოლი, შემოსასვლელი, ხო, მილღები, არის ერთიანად გაერთიანებული. ამ 3 სივრცის მართვას განახორციელებთ ისე, რომ გაითიშება 1 ზონა, 2 ზონა ქვაბი მიხვდება თავის სტატუსით დაწევს, ხო, მოდულაციას, ამას ქვია ზუსტად ტაქტიკის გარეშე, ტაქტიკა განახორციელოს, ამას სიმძლავრეს დაწევს, გაითიშება მეორე ზონა, კიდე დაწევს, გაითიშება მესამე ზონა. საერთოდ გაითიშება და ელოდება იმ სიტუაციას, სანამ ერთმანეთს ერთი მოთხოვნილება იქნება. ამ შემთხვევაში რომ ტემპერატურის მოთხოვნილება განახორციელოს ისე, რომ ქვაბი ჩაერთოს. და არა ისე, ხო, ჩვეულებრივი თერმოსტატით პლუს ესაა, ხო, საერთოდ დისპეჩერიზაციის მიმართულებაში ავტომატიზაცია ქვია ამას. ჩვეულებრივი თერმოსტატებით ვთიშავთ ჩვენ უშუალოდ აქტუატორებს, ხო? ეს ძველი სანატური მიმართულება, გვასოს, ხო?
არ შეგვეშლება ამ მიმართულებაშიც არის დატოვებული ხო ეგრეთ წოდებული კლაპები აქტუატორების ოთახით ჩვენ ამას გაეთიშა 4 5 6 და 2 დარჩა ქვაბი აგრძელის მუშაობას და თან ნაგრძელის მუშაობას დაგტოვკით ვინმე მის სიმძლავრის მოდულაციას ვერ ახორციელებს მაგიტომაც არის ამ შვენიერი მიმართულება და ამასაც ვიხილავთ ხო საბოლოო ჟამს თერმოსტატები 1 2 3 თერმოსტატი იქნება ზონალური მართვით კიდევ ერთი ვიზახი და კომბინირებული საქვაბე როგორც ყოველთვის ხო კეთილი და პატიოსანი და დემოდელი ხო ამ მიმართულებას რასაც ქვია ვენტილაცია რეკუპერაცია ყოველთვის უნდა მიაქციოთ ყურადღება პატივცემულებო კარების გადმოკიდება ეს ვენტილაცია არ არის დაივიწყეთ ხო ვინაიდან უნდა განახორციელოს გაცვლა შემოვიდა და ის რაც უკვე ჩაბინძურებული ხო ამასობაში ეს არის ზუსტად ჩაბინძურებული ვინაიდან ტენიანობით გადამეტებული საძინებელი არის წარმოიდგინეთ CO ნახშირორჟანგით გადამეტებული და ტემპერატურა ამასობაში სითბოთი ხო ეს სამი მაჩვენებელი უკაცრავად არის დამოკიდებული ზუსტად ამ პატივცემულ დევაისზე რასაც ქვია რეკუპერატორის მიმართულებით რომელიც ახორციელებს გაცვლას შემოიტანა მოცულობითი ჰაერი და გაიტანა ის დაბინძურებული რაც შეგნით ხო სივრცეში იმყოფება და ისე ზუსტად თქვია ამ რეკუპერაციის მიმართულებას რომ მიზერულად არა სხვადასხვა ის მარკი კოეფიციენტი რაღაცა ისეთი რომ ვაუ დიდ ეკონომიას გვიკეთებს ამ შესაბამისობაში გაცვლა ხორციელდება ზუსტად ამ ტემპერატურის და შიგთავსი ის კაცედა რაც გიჩვენეთ იმ მეორე ნიმუშზე ზუსტად ის ახორციელებს ტემპერატურის შენარჩუნებას და შემოსული ჰაერი ცივი ჰაერი თბება იმ ტემპერატურაზე ხო თინ ტემპერატურაზე ბრჭყალებში რაც შეგნითა სივრცეში გვაქვს აი მაგიტომაც ქვია მაგ პროცესს ამ პროცესს უბრალოდ რეკუპერაცია კეთილი და პატიოსანი და მომავალ შეხვედრაზე